მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ლიგის ფინალი. მოდით ერთად ვნახოთ რა ხდება კულისებში. ვინ ემატება ამ გუნდებს, რომელიც ცნობილი ადამიანები და საერთოდ რას ფიქრობს ჟიური. წავედით. ზოგადად გიორიში რა. და პრობლემა არის. ბატონო ჯიმი. დიახ, როგორი თამაში იქნება? ხევანდელი თამაში იქნება სასწაული. სასწაული. იმიტომ რატომ სასწაული იქნება? დღეს არის მესამე კონკურსი, მეგონი სკეჩი ცნობილ ადამიანს. კი ბატონო. და ისეთი ცნობილი ადამიანები არის დღეს დამატებული, რომ შეიძლება რომ ეს თამაში იყოს ცუდი რა და რა ვიცი. კარგი მოლოდინები გაქვს. ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს და ისე რა მაინტერესებს. შენ წამყვანი ციღავი ხარ ხოლმე? ჟიურის წევრიც ხარ? რომელი გირჩევნია? ბიჭო, წამყვანობა ჯობია. წამყვანობა ჯობია. წამყვანობა, იმიტომ ჯობია რომ იქ არა გაქვს ეხა მაგდენი პასუხისმგებლობა, უფრო გუნდების მხარეს ხარ და აქ ცოტა ეს ფიქრი გიწევს, რომ ეს გული არ დაწყდეს და რა. ამიტომ რავი, აი ძალიან მიყვარხართ ყველანი, მაგრამ თუ გამაბრაზეთ ყველა ფეხებზე მიდიხართ მე. კი ბატონო, ერთი ცნობილი ადამიანი ნახეთ. როგორ ბრძანდებით? როგორ გულს ემატებით, ეგ მაინტერესებს პირველ რიგში. თესეოს. ეხლა რა მაინტერესებს? ამათ დაემატებით თუ ამათაც გადააგდებთ? ამათ ჯერ დავიმატებ. ჯერ დავიმატებთ, ხო? როგორია ესა? მასანკანის ქართული ლიგის თამაში. როგორ გითხრა მე გამოსილება დიდი არა მაქვს ამაში, არა მაქვს უსწრე საერთოდ. ან ჯერჯერობით კაი. კარგია, ხო? ორ გაბრაზებენ ბოშები. არა, პირიქით მე მგონია. როგორ ხდება, როგორ? პირიქით ყველაფერი. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. გაიხართ. აი, ეხლა უყურე მე რა მაინტერესებს. თქვენ რატო უნდა მოიგოთ? იმიტომ რომ ბევრი ვიშრომეთ და ბევრი ინფორმაციაშრომ. ეკუთვნის. საი როგორც ბატონმა მოდი გენაცვალე. გამარჯობა. ხო და ეს რა ქვია? თქვენი საუკეთესო ხუმრობა რომელი გახსოვთ? მე მახსოვს ფეგოსი ერთი. რომელი? ვაჩვენო თუ გინდა და მედი. ოპა. რომელი? ფეგო. თენგო. კი ბატონო. ძალიან კარგია. გოგოები რა მე ნეიტრალური მაყურებელი ვარ. მაგრამ აი ჩერეკილისკენ. არა. წარმატებები მეგობრებო, მიყვარხართ და თქვენი ძალიან გიყვარხარ. ქვევიდან გულშემატკივრობთ. აუცილებლად უნდა იყოს ეგ. რა მაინტერესებს, იცი? ფინალში ვერ გახვედით. რომელ ფინალზე გაქვს? აი ამ ფინალზე ეხლა რაც უნდა. ეხა რო არის ფინალი? ო, რომელი გუნდი მოიგებს? აბა რას ფიქრობ საციმის? ყველა ჩვენი მეგობრები არის. ესეუ მოიგებს. ესეუს ამოსეს. ეს ამის არ არის ყველა მეგობარი, ეთქო. ანუ ეს კონკრეტულად ვერ ვიტყვი რომ ვიღაცას გული არ გაწყდეს მე, ამიტომ ყველას წარმატებები. ყველას წარმატებები, ხო? კი, მეც ყველას წარმატებები. შენც ყველას წარმატებები? კი. კაი, თქვენი საუკეთესო ხუმრობა მინდა ერთი და წავალ, აღარ შეგაწუხებ. ჩვენი თუ სხვების. თქვენი საუკეთესო ხუმრობა. ბევრი იყო. არა, საუკეთესო ხუმრობა ჯერ არ მითამაშია. ეს კარგი პასუხი იყო, კი ბატონო. ანუ კიდე აგზელებ თამაშის გაგზელებას? კიდე აგზელებ თამაშით გაგზელებას რა? კიდე აპირე. კაი. საუკეთესო ხუმრობა ჩემი აზრით, ხო? ხო. თქვა? ვინ? კაროჩე ესაო რა ქვია. კაროჩე? ლუკა ბაბუა შენი გარდაიცვალა. მოიცე ვაფშე? კაი, მიყვარხარ. შენი იდიოტური ხუმრობებით. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, მოგზადი თავი. რაშვები, აბა როგორ ხარ? კარგად ვარ, მინდა გითხრა, იმიტომ რომ გრილა დარბაში. თავარი ეგ არის ზამყური. ფინალში რატო არ ხარ შენი ეს? რა დააკელი? ბიჭო, აი თაობა წამოვიდა. აი თაობა წამოვიდა? შენ რას ფიქრობ? აი გაი თაობა თუ წამოვიდა, აგერ არის აი თაობა წარმოგიდგენია. მე რას ვფიქრობ? მაჩვი რატო არ არის ფინალში? დაეწერა კარგი სცენარი და იქნება. აი, არ დაიწყა პასუხი. რომელი გუნდი მოიგებს? აბა რას ფიქრობ დღეს? მე მგონია რომ ჭიათურის გუნდი მოიგებს, ძალიან ჭიათურელი ვარ და ჩემ გუნდს გულშემატკივრობ, მაგრამ ასე უსურვებ თესეუს წარმატებას. თესეუს. მე მაგალითად არ ვიცი ვინ მოიგებს. კარგია რომ პროგრამები არ მინახავს. არ გინახავს, ანუ დღეს კარგი თამაში გელოდება. მაგისთვის ჩვენს მაყურებელს უნდა უთხრათ რომ გადმოვიდნენ ქართული ლიგის YouTube არხზე. აუცილებლად და გვიყუროთ. დაიდება მთლიანი გადაცემა და ნახეთ. დაიდროპება YouTube-ს. ეს ვთქვათ, კი. ხდება. ხდება დროპი. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, ვინ იმსახურებდა გამარჯვებას, ხო ეგრე ხდება ხოლმე. ვინ იმსახურებდა და ვინ არ იმსახურებდა. კი ბატონო. როგორ ბრძანდებით? გადასარება. სასწაული. ჩამოვჯდები მეც. რომელ გუნდს ემატებით? ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. ჭიათურის გუნდი რატო ესე ანუ? ჭიათურის გუნდს რატო დაემატე და სხვას არა?
სხვაზე ჭიათურელი. ჭიათურელი, აბა ფესვები იქ ამარ. და როგორია ხა ქართული ლიგის თამაში რეპეტიცია, როგორ მოგეწონა, როგორი გარემოა, როგორი ახალგაზრდები არიან? არა, სასწაულები, მაგრამ ერთი რამე მათქმევინა გეტყვეწები. ისე. იქნება იმერული აქცენტით ილაპარაკო? და მე ისეთი მშობლიური იყო. ჩამევიდა მადონა. ესე იგი და სულ ეს და შემეშინდა უცბად. ნუ ასე არ დავრჩე. ხო, შეგეშინდა. ბუნებრივად გააკეთე, მაინც კარგად გამოგივა. ხო, ბუნებრივად. ბავშვები როგორები არიან? ძალიან პოლიცებში როგორი გარემოა? ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. შეიძლება ვარ მიკერძოებული, მაგრამ ჭიათურას რო გუნდი ყავს, ესეთი არც ერთი არ არის. გასაგებია. ოღონდ მართლა. ეხლა ვაკვირდები ყველას, სხვადასხვანაირი კოჭები აქვს და ამათ სხვანაირი კოჭები აქვს. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ და დიდი ვნახოთ მადლობა. როგორი იქნებით სცენაზე. ხო, ცოტა ვღელა. ლაივში იქნება ეს ხო, ყველაფერთან რამდენი ძალიან ვღელავ და საპასუხისმგებლო თან მინდა რომ ყველაზე კარგი ვიყო და რა ვიცი, ვეცდები. კი ბატონო, წარმატებები. დიდი მადლობა. როგორ ბრძანდებით? გადასარევად. როგორი თამაში იქნება თქვენგან საინტერესო? მე იმედია კაი თამაში. იმედია, კაი თამაში. რომელი გირჩევიათ ახლა? წამყვანი ხართ სულ მე რაც მახსოვს, ბავშვები. მე ჟიურიში ეყავ. მე ისევ წამყვანი გახ. დაბრუნდით. ხო და რომელი გირჩევიათ? როგორ არის ისი ჩემო საკში უკვე ჟიურიში დამეჯობია. ჯობია. გამოიცვალე იდექი 2 საათი. დაჟეკი მოყვდი კულაცია დაწახშირა. როგორი თამაში იქნება რა სპექტ? აი თამაშნა იყოს ეს რა. კაი თამაში უნდა იყოს ეს. დიდი გზა გაიარეს ფესტივალი, მეოთხე ფინალები დაზარდა, ნაკრებ ფინალები და ძალიან ბევრი იმუშავეს და იშრომეს და იომეს იმის და ფინალში ვიყავ. არ მგონი რომ დათმობ ხარ რომელიმე. როგორი თაობა მოდის? აი მე ეკითხვა შეიძლება დამიშვას ყველამ ყოველ წელს. ყოველთვის კარგი იყო და კარგი იქნება. კარგი იქნება, ცუცუარი. არა, ახალგაზრდები ყოველთვის კარგები არიან. თქვენ ხართ ექიმი? ვიყავ ექიმი. და ეხლა მაინტერესებს ცეცხლი ხალათი ჯობს და ექიმი იყო თუ შავალ კოსტუმი და სცენა? მეორე. შავალ კოსტუმი და სცენა. კი, სცენა. და მაშინ აი ფავორიტი გუნდ ხო რამდენი სეზონი ატარებთ? ძალიან დიდი ფანია. არ გეტყვი, მაგრამ გავიწყდი. არა, მე მიკერძოება და ჩემთვის არ და არ მეტყვი. არა, გამოვიწყო. წარმატებები? დიდი მადლობა, რასაც აკეთებთ ამდენი წელია. აი ხარი. როგორ ბრძანდებით ბატონო გივი? როგორ მიდის სამუშაო პრობლემა? აი ბოლო მონაწილე არის, გადის სკეჩ სტუმართან და დავიწყებთ მალე. როგორ თამაშს უნდა ველოდოთ და მიკერძოებულად ხარ ჩამოვარდეთ, მე რო კითხო რომელი გუნდი მოიგებს? რომელი გუნდი მოიგებს, მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ რაც მახსენდება, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ფინალი იქნება, ამის პირობას გაძლევ კი. კი ბატონო, ახლა ბედინას ხედავ, ბედინა რომელ გუნდს ემატება? ეს ნიშნავს ის. და ასე შემოგიდგენს ეს ნიშნავს. ეს ნიშნავს ვესტარს შორის რეკორდის. ბედინა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ანუ სკეჩიც რომელ ადამიანებთან ერთად არის ეს კონკურსი დააბრუნეთ. დავაბრუნეთ. იყო სადღაც 3 სეზონის თუ 4 სეზონის განმავლობაში იყო და მე რაღაც პაუზა მქონდა, მუსიკალური ნომრები მქონდა ფინალში და ეხლა ისე ვცადეთ რომ სკეჩის ნომრთან იყოს. აი ყველაზე ისეთი ხუმრობა რა გახსენდება რომელიც ამოიღე ახლა ამ ფინალისტს. მაგას ვერ გეტყვი. ბაღდათის მახსენდება ამ ფინალის ბაღდათის ხუმრობა მახსენდება, ჭელო მიხვდება ამას. ჭელო მიხვდება, კი ბატონო. ჭელო დაგვიწერე კომენტარებში ხუმრობა. წარმატებები და მადლობა იმ საქმისთვის რასაც აკეთებთ. მადლობა თქვენ. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? რომელ გუნდს ემატებით? ვის დაემატა ქუჩის ბიჭები, ვის დაემატა? ქუთაისლებს, ხო? როგორია აბა ქართული ლიგის თამაში? მაგარი. მაგარი? გულშემატკივრობ ძალიან. ახალგაზრდები როგორ მოგწონთ? როგორები არიან? კარგები არიან, ხო? რას ფიქრობ აბა რომელი გუნდი მოიგებს დღევანდელ ფინალში? არა, ეს დარწმუნებაა. ესე იგი, დაჟე ისეთი სიზუსტით შემიძლია ვთქვა? ვეჭვი რომ არავის შეეპარება. ბიჭები არიან ეგენი. კარგი ბიჭები, ქუთაისელი ბიჭები. ქუთაისელი ბიჭები. კარგი, მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ნახავთ და კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგეწონებათ სცენაზე. ფორცან რეპეტიციაში უშლით ხოს ჩვენ გავიქცევით. როგორ
როგორ ბრძანდებით რედაქტორებო უცებ 2 წუთს აგართვებთ რა თუ შეიძლება როგორ ხართ? კარგად. როგორი თამაში იქნება? საუბროსო. საუბროს. ასაცილო გასაცილო. მე ფიქრობ რომ საუბროსო. აი უცებ რა მაინტერესებს ახლა. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ისეთი ხუმრობა რომელიც ამოიღოთ. რომელიც ამოვიღეთ? ვერ გეტყვით რადგან ამოვიღეთ. აჰა, კი ბატონო. როგორ ბრძანდებით? ბატონო თამაშობ ეგ მაინტერესებს. მე უკვე ვეტერანი კამეში. ვეტერანი ხო, დაუბედი, ვინ მოიგებს აბა დღეს რას ფიქრობ? ახლა მე რასაც გადავხედე. რაც გადახედე? რედაქტორებას? კი ბატონო, კი ბატონო. აი ჭიათურა მგონია. ჭიათურა გონია. მგონია. თუ გინდა? არა, მინდა არა მგონია. გონია ჭიათურა? კი ბატონო. წარმატებებს გისურვებ. დაბერებულო. კი ბატონო. მოგიგა ჩემი ლეგენდა. ბიჭო მე რა მაინტერესებს ახლა უყურე. კოზანოსტრაში თამაშობდი. კი. კიდე თამაშობდი იქით გუნდებში, მაგრამ სატელევიზიო სომა ხა შეეკლში თამაშობ. კი ბატონო. რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ? მე ყველას. ქართული ლიგის. ქართული ლიგის გულშემატკივარი ხარ, ანუ შენ მეგობრობის გულშემატკივარი. რა თქმა უნდა. ქართული ლიგა ხო ერთი დიდი ოჯახი. კი ბატონო, გეთანხმები და ვინ მოიგებს დღეს? შერეკილი რა თქმა უნდა. აზანოს რა არის და შესავალი ქონა რომ მეგობრობის და თამაშია რაღაცა და შერეკილი მოიგებს. რა თქმა უნდა. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. შენ ხო შერეკილი გულშემატკივარი? მე ნეიტრალური გულშემატკივარი. გახერდი ახლა. მე ოიოსო, აი არიგაცი. კი, უსაყვარლესი. ეს უნდა გახდეს დღეს საუკეთესო მოთამაშე. ჩემი ობიექტური აზრით, მოიოსო. მადლობა. მოთამაშე ბიჭი ოღონდ. საუკეთესო მოთამაშე ბიჭი. მადლობა ლუკა. წარმატებებს გისურვებ თემოს. მადლობა შერეკებს და წარმატებები მთლიან ქართული ლიგას. მოდი გაკოცო. გერაცვალ ყველას კოსტენში რატო არ გაკოცო? ლეგენდა. მარტო გაიგაცი. მე რატო ვარ ლეგენდა. ლეგენდა ხარ შენ მარტო ითამაშე ფესტივალი მოიგე. ფინალში რატო ვერ გახვედე? ფინალში ვერ გავედე, იმიტომ რომ ჩემზე კარგი გუნდები იყო. აი ნახე რა ადეკვატური პასუხი გამცა. ლუკა გაბერაიას პასუხი გაიხსენეთ აბა. ხო ეს ახლა მიკროფონში მე მოგეტყვი რა იყო რაღაცეები. ხო და ვინ მოიგებს დღეს რას ფიქრობ? არ ვიცი, ვინც კარგად მოემზადა ყველაზე ალბათ, ჩემი აზრით. აი შენთვის რომელი გუნდია ფავორიტი? ჩემთვის ნახე უკვე მეგობრები რო არიან ვერ გამოყოფ ვერ გამოყოფ ვერავის მართლა ვერ ვიტყვი. მე ხო ნახავენ და აი თქვენ რომ ბექა ცუდი კაცი ყოფილაო. არა არ ვარ ცუდი კაცი. ბექას გული ცუდი კაცი, ბექა არის ძალიან კარგი კაცი და კომენტარებში გულები გაუსპანოთ. წარმატებები შენც გნახავ. შემდეგ ფინალზეც ჩამწერე რა, უბრალოდ ფინალისტი ვიქნები. როგორც ფინალისტი, კი ბატონო. ძალიან მალე იწყება თამაში, ყველა გუნდი ნერვიულობს და მოდით მე ერთად ვნახოთ, ვინ გახდება გამარჯვებული და თქვენი აზრიმა დამიწეროთ კომენტარებში, ვინ გონიათ იყო ნამდვილად გამარჯვებული. წოდს. როგორ ბრძანდებით? თავადა. მეც კარგადა. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით და ფინალში გვეწვიეთ. რას ფიქრობ, ვინ მოიგებს? მოიგებს მე რედაქტორი კაცი ვარ და უფლება არა მაქვს შევაფასო. ჩემი აზრი გამაჩნია რა თქმა უნდა და ბატონო მე ვიტყვი. რო გავმაზო მე ვიტყვი ცუდი რედაქტორიაო და ბაკონჯი თუ არა ისე. მე რედაქტორს ვსვავ ესეთ კითხვას რა. ისეთ ხუმრობა მითხარით ამ საფინალოდ რომ ამოიღეთ თქო. რო ამოვიღეთ? ძალიან ადრე რო ამოვიღეთ იმას ხوار გითხრა. კი, დავითო ხა ამოიღე. ამოსახები. ყველას ერთი პასუხია. წარმატებები ყველას. მე გორს ბალეში გო. ფინალში გორს. გორს ბალეში გო. შოთა მაგარია. წარმატებები, ჭუდი, მადლობა. ვინმე ხო არა გახტილი მიკროფონი ცოტა შემოვიდა და კამერით როგორ ბრძანდებით ყველა? Hello. როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? მეც კარგად, ხო არ ნერვიულობ? არ ნერვიულობით გეკადრება. რამდენი ფინალი წააგე? სამი შენთან ერთად. სამი შენთან ერთად და ერთი მარტო. ერთი მარტო. ეხლა რას აპირებ? გაუთიშეთ ერთი ამ ტელეფონს ხოლმე თუ შეიძლება. ახლა რას ვაპირებ და რა ვიცი, კაი შემართებით ვარ. სცენარულადაც ვფიქრობ, რომ ნორმალური სცენარი მაქვს, ვფიქრობ, რომ მაყურებელს ვაცინებ. ხო და რავი, არ დაგწყვიტა და გორს ვიცი რომ ხო. მე არა, მე ნეიტრალური მაყურებელი ვარ. ხო ვიცი, დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. ვინ გამატებათ ცნობილი ადამიანები? ცნობილ ადამიანად გვემატებიან ჩვენი ძმები. ავადოკიანი ბიჭები, რიბაკი ბიჭები, კი, დამჭერი ბიჭები. როგორ იმუშავეთ? მარტივად იმუშავეთ ერთად? ერთად ვიმუშავეთ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ბოლომდე შეგვიწყო ხელი მაგ ადამიანებმა, აი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ აი სტუმარმა შენთან ერთად ბევრი რეპეტიცია უნდა გაიაროს, აი ხშირად უნდა მოვიდეს, მოგაქციოს ყურადღება და ამ ადამიანებმა არ დაგვაკლეს, სულ ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, აი სულ. რატომ უნდა მოიგოთ თქვენ? იმიტომ უნდა მოვიგოთ, ჩვენ რომ მეხუთე ფინალია რო მოვიდა მგონი დრო. მე მგონი დროა უკვე რომ გავიმარჯვე. წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხარ ძალიან და წარმატებებს. ძალიან გენაცვალე მე. აჰა, თქვენ გეძებნით. კი, იყავით, გას ბუნებრივად უნდა ვიყოთ. როგორ ბრძანდებით? დავით.
ცოტა ცხელა, მაგრამ ცოტა ცხელად გულისებში ცხელა ხო. მაგრამ ჩვენ კარგად ყოფნას არ ცვლის, კარგად ვარ ხაი. რომელი გუნდი მოიგებს? ცეცხლსანთები შერეკილი მოიგებს მა. შერეკილი მოიგებს მა. სანაირად არ გამოდის. სანაირად არ გამოდის. შეწუხდით და ყოველ შემთხვევაში ასე მინდა. ასე გინდა, კი ბატონო. კაია ისე. პროცესი კაი იყო სამუშაო პროცესი? რავი, რატო რა გავიხსენე ძველი დრო. ძველი დრო გაიხსენე და ხო. არა ძლიერი გუნდებია ყველა. ხო, ძლიერი არის, მაგრამ კარგად მომზადებულია და თქვენ ხარ მაინტერესებს ცნობილ ადამიანებს ხო იმ ადამიანს სკეჩში რა. ხო რამოდენიმე ცნობილი ადამიანი ჩავწერე რა. ხო და შიდა კონკურენცია თუ გაქვთ? ცნობილებს? ხო. არა, ახლა გავიცანეთ ეგ არა ესე იქ, ხო? კი ბატონო. ჩვენ არ ვართ ასე დამოკიდებულები და რა ისინი არის გიას რა გადაარეს. კი ბატონო. ანუ კარგია ხო ქართული ლიგის თამაში როგორ ას ფიქრობ? ანუ ახალგაზრდებისთვის როგორი თამაშია მაგას გეკითხე. ვინც იწყებს ეხლა რა? ახალგაზრდული თამაშია და რავი შეეჩვევიან სცენას, შეეჩვევიან რაღაცის მოფიქრებას. უნდა ჩაერთოს, ბევრი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს და უნდა ითამაშოს ბევრმა ახალგაზრდამ. ჩვენ როგორ ვართ იცი? ჩვენ უკვე 20. ჩვენ არ ვართ უკვე ახალგაზრდები. არა, ჩვენ თამაშობთ. გაგვდის ის რა ქვია მაგას. ახსოვს ოდის ვითამაშეთ პირველად? ჩვენი. უკვე. პირველად ოდის ვითამაშეთ ახსოვს? 15 წელს ვიყავ მე. პირველად ვითამაშეთ 13 წლის უკან. ერთხელ მაქვს ნათამაშები 13 წლის უკან. მე ორჯერ. რა ორჯერ? ორი სეზონი. ორი სეზონი. ხო, არა. ორი სეზონში და რამოდენიმე არამედ ნაკრებში კიდევ დამეწახები. კი ბატონო. ეს გამოცდილია. ეს გამოცდილია. ნახოთ აბა სცენაზე როგორ იქნება. ეხლა და მაყურებლების დაწერენ აუცილებლად თავის აზრს. იმედია კარგი იქნება. კი ბატონო. როგორ ბრძანდებით? გენიალური. შემთხვევით მოგაკითხ. ვინ არის ახლა ფავორიტი რას მიწი? მე არ მაქვს ფავორიტის დასახელების უფლება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე არის. მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ არის ფავორიტი? საფრანგეთი. იყოს საფრანგეთი. ავი გაანები ამ კაცმა, ჩემი ძმა კაცია, ბიჭო, შეხوار უბერა. გადამარჩია. ო, ისე, მე ვარ. სამართლეს. ნოე. ბატონზე. შიო, როგორც ჟიური წევრს, მაინტერესებს მაყურებლის ემოციას თუ აქ გავლენა. კი, ძალიან დიდი გავლენა აქვს მაყურებლის ემოციას, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში კეთდება მაყურებლისთვის და არა ჟიურის წევრისთვის. და როგორი ფინალი იქნება წელს ახლა? მაგარი ფინალი იქნება, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ფინალი იქნება ღირსეული. და როგორც ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი. ანუ რა მიზანი აქვს ქართულ ლიგას? ქართულ ლიგას აქვს ის მიზანი, რომ დამწყებმა იუმორისტებმა ისწავლონ ფეხის ადგმა სცენაზე და ამ სფეროში ზოგადად. ასე რომ დიდი მოთხოვნები და დიდი პრეტენზიები ექნებათ ხოლმე ქართული ლიგის მიმართ, იმიტომ რომ მისი მთავარი ამოცანა რაც არის, იმას ასრულებს ძალიან კარგად. ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ ქართული ლიგიდან, შემდეგ ვინც გადაიყვანეთ ტელევიზიაში ესე ვთქვათ. კი ბატონო, მე გადავიყვანე, ზოგი სხვა გადაიყვანე და აქედან მე პოულობენ თავის კი ბატონო, ეხლა ხო არ ყავთ ვინმე მიზანში? კი, მაქვს მიზანში და ახალი სეზონიდან იხილავს მაყურებელი უკვე სხვა პროექტებში ამბობს. ძალიან დიდი მადლობა, რასაც აკეთებთ იმ ყველაფერს. აი ხარი, მადლობა შენ. მოკლედ ახლა იწყება თამაში ძალიან მალე, მე შევალ და მოდით ნახოთ როგორი თამაში გამოვადგენ. კი, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებოთ. წავედით. ბატონო ჩემპიონის ტიტული გაიგეს შავი ოქროთა ქესეული. Sina Matoni geno katiashi. Amo. Ami chori finali dasule